მოგესალმებით, წარმოგიდგენთ თბილისი მედიკისა და ილიონის ერთობლივ პროექტს, პოდკასტ სახელწოდებით მედიცინის კვალდაკვალ. ჩემი სახელია თამარ შერვაშიძე, ასევე ყავს თანაწამყვანი მიშელ სამხარაძე. ჩვენ ორივენი ვართ ექიმები, ასევე ყავს მოწვეული სტუმარი ივანე აბიათარი, ილიონის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელი. მოგესალმებით. დღეს გვინდა ვისაუბროთ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რაც შეეხება სამედიცინო განათლების პრობლემებს. უბრალოდ დიპლომამდელ განათლებაზე გვექნება უფრო მეტი აქცენტი დღეს. ამ მომენტისთვის მინდოდა ცოტა პატარა მიმოხილვა გამეკეთებინა ჩემს პირად გამოცდილებაზე, რომელიც მოიცავს 6 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქართულენოვან პროგრამაზე. აი ამ 6 წლის განმავლობაში ყველა ეტაპზე სხვადასხვა გამოწვევა იყო, თუმცა რადგან დღეს აქცენტს ვაკეთებთ უფრო საწყის ეტაპზე, მოდით განვიხილოთ, აი პირველი სემესტრი რითი იყო განსაკუთრებული, რითი იყო გამორჩეული და ნუ სიმართლე ვთქვათ, რითი იყო მძიმე. ჩემი პირველი სემესტრი მძიმე იყო სხვადასხვა კუთხით, პირველი იყო ტრანზიციული პერიოდი სკოლიდან უნივერსიტეტში. ორივეს აქვს თავისი გამოწვევა, ხა სკოლაში როცა სტუდენტი მოსწავლე ძალიან ყოჩაღია, კარგად სწავლობს. იცის რომ აქვს გარკვეული დატვირთვა, ემზადება ამ დატვირთვისთვის, თუმცა ვერც კი წარმოიდგენს რა დატვირთვა შეიძლება ქონდეს უნივერსიტეტში, განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტში. ალბათ ჩემი აზრით ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის იყო ეს ძალიან დიდი დატვირთვა, რომელსაც არ ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ვაბარებდი სამედიცინო უნივერსიტეტში. ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დატვირთვა იყო დროის განაწილება, როცა სხვადასხვა საგანს ძალიან დიდი დრო ეთმობა, მაგრამ ჯამში დრო არის შეზღუდული და ვერ ახერხებს სტუდენტი პრიორიტეტის დალაგებას. რას უნდა მიაქციო განსაკუთრებით დიდი ყურადღება, რა შეიძლება იყოს ცოტა მოგვიანებით და ასევე ხელშეწყობა თვითონ ადმინისტრების მხრიდანაც. საკმაოდ რთული იყო გამკლავებოდი ამ ყველაფერს მარტო, რადგან როგორც წესი ქართულ უნივერსიტეტებში გამოცდილება არ გვაქვს. ჩვენ არ გვყავს ეგრეთ წოდებული მენტორი, რომელიც სემესტრიდან სემესტრამდე მოყვება, ან კურსიდან კურსამდე მოყვება და ფიანად გიკეთებს მიმოხილვას, შენ რაზე უნდა გააკეთო აქცენტი. ასევე არ გვაქვს ჩვენ გამოცდილება მაღალი კურსელების მიერ დაბალ კურსელებთან დახმარების გამოცდილება ზოგადად არ გვაქვს. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო არ არის ხალხს რაღაცები საერთოდ და ეგ დიდი პრობლემაა მაგაში გეთანხმები და თან პლუს ამას ერთი ის არის რომ რაც არ უნდა კარგად სწავლობდეს სკოლაში მოსწავლე ხო, როდესაც მიდის სამედიცინოზე, მით უმეტეს სხვა საგნებს, სხვა პროფესიებსაც არანაკლები არის, მაგრამ მედიცინას მაინც რაღაც ცოტა განსხვავებული ნიუანსები აქვს და პირველი კურსი, პირველი სემესტრი განსაკუთრებით, ნახე, შენ ქართულენოვანზე იყავი და მე ინგლისურენოვანზე ვიყავი, ჩემთვის აი ინგლისური ხო კარგად ვიცოდი, მაგრამ სამედიცინო ინგლისური მაინც აი კატასტროფულად რთული არის რა. და ჩემს უნივერსიტეტში სტუდენტის კურსდამთავრებული ვარ, იქაც თავარი პრობლემა რა, რომ არავინ არაფერს არ გეუბნება თავიდან. შენ თვითონ ეძებ და ამ ძებნაში გადის 1 წელიწადნახევარი, 2 წელი. მე ცოტა მოდიხარ აზრზე და მე ხვდები რამდენი რაღაცა გაქვს დაკარგული. ჩვენს დროს პოდკასტები არ იყო ხო? არც პოდკასტები, არც ვიდეოები, არც YouTube არ იყო. ხო, პრინციპში ეს სწორად აღნიშნეთ ყველაფერი, ანუ აქ არის თი პრობლემა, რომ არის ტრანზიციის პერიოდი, ხო? ანუ სკოლის მოსწავლე ასრულებს თქვა თავის განათლებას ერთ ინსტიტუციაში, სკოლაში და შემდეგ მოდის უნივერსიტეტში, სადაც განსხვავებულია სწავლის ფორმატი, ხო? სკოლაში რა არის სკოლა? მეტწილად ქართული სკოლა, სამწუხაროდ არის უფრო მეტად რაც ინფორმაციის დამახსოვრება და იქ არის კითხვები, რომელზეც არის, ასე ვთქვათ, ყველაფერზე არის სწორი პასუხი. და მოდის უნივერსიტეტში მედიცინის პროგრამაზე, სადაც იმ ძალიან დიდი ინფორმაციის დამახსოვრებასთან ერთად საჭიროა ამისი ანალიზი და ისმება კითხვები, რომლებზეც კითხვები ხშირად ბუნდოვანი ან საერთოდ არ არის. ანუ აი ეს ადაპტაციის პერიოდი არის რთული და ამ შემთხვევაში აი ეს გამოწვევა აქვს ხოლმე როგორც წესი უფრო სტუდენტებს. გარდა ამისა არის კიდევ პრობლემა ის რომ ქართული, მაგალითად ქართული აბიტურიენტები ხო, ქართული სკოლა დამთავრებულები, ქართული სკოლა დამთავრებული საშუალო არითმეტიკული ქართველი სკოლა დამთავრებული, მე ვფიქრობ, რომ არის საკმაოდ მოუმზადებელი საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის. აქ ამ შემთხვევაში ალბათ ორად უნდა გავყოთ ეს, ერთი არამხოლოდ ცოდნის თვალსაზრისით, ანუ ეგეც არის, ხო? ანუ მოდის მოუმზადებელი ცოდნის თვალსაზრისით და უნივერსიტეტს უწევს აი ამ გეფების, თქვათ, რაღაცა მციცარიელების შევსება პირველ სემესტრებში, რომ შემდეგ გადაიყვანოს სწავლების, თქვათ, უფრო მაღალ საფეხურზე. ასევე აქ არის პრობლემა აი ამ
მაინც რომელიც საგნებზე არის საუბარი, აი რა სკოლა შეუძლია რომ ხელი შეუწყოს აი ქართული მედიცინაზე ვსაუბრობთ, ბიოლოგიის მიმართულება, თქვა, ბიოქიმიური, საბუნების მეტყველო მიმართულებები, ხო? ბიოლოგია, ქიმია, მეცნიერებებზე ძალიან დიდი გეფი ქონდა. ამაშია გეფი და ასევე ამასთან ერთად პრობლემა არის უნარები, როგორც არის მაგალითად ადამიანის ემაზე არ მეგონი საუბარი, რომ წიგნები არ არის წესიერი რა. ხო, ანუ ეგ ცალსახად სკოლაში რო პრობლემაა, ფაქტია და ანუ მე იმას მინდა ასევე გავუსვა ხაზი, რომ პრობლემა არის აი მაგალითად დამოუკიდებლად სწავლის უნარი. ანუ ესე უნარები არ აქვთ რა. ასე ვთქვათ, ფრეშმენებს, ახალ მოსულ სტუდენტებს, დროის სწორი მენეჯმენტი, როგორც ახსენე, პრიორიტეტიზაციის უნარი, ვთქვათ, რომ აი პრიორიტეტების დალაგება და ასე შემდეგ და ამის ადაპტაციას გადიან პირველ ეტაპზე, რასაც გარკვეული დრო მიაქვს და შემდეგ, ნუ ყველას ინდივიდუალურად აქვს, ეგ ვიღაც სწრაფად გადის, ვიღაც შეიძლება ცოტა მეტი დრო დაჭირდეს და ამ შემთხვევაში მედიცინის სკოლების როლი ეგ არის, რომ განსაკუთრებით თუ ჩვენ საუბრობთ ქართველ აბიტურიენტებზე, რომ ხელი შეუწყოს ამ პირველ ეტაპზე, ამ ასე ვთქვათ, არის ხოლმე მსგავსი ისინი, რა ქვია, კითხები, რომ ხო არ არის საჭირო ვთქვათ რაღაცა კოლეჯივით გაკეთდეს, აი პრისკული გაკეთდეს იმისთვის ამ მედიცინისთვის რა. ხო, აი საინტერესო ამ შემთხვევაში თქვენი აზრიც ძალიან მაინტერესებს მე, თქვენ ასე ვთქვათ, წარმატებული პედაგოგები ხართ და გაქვთ ურთიერთობა სტუდენტებთან და ჩემი დაკვირვებით აი არ განსხვავდება ზოგიერთი ქვეყნიდან მოსული სტუდენტები, აი მათი ვთქვათ მოტანილი ცოდნა და უნარები ბევრად უფრო წინ არის ხოლმე ვიდრე ქართველების და ამ შემთხვევაში აი ისინი ამ ადაპტაციის პერიოდს უფრო ადვილად და სწრაფად გადიან. და აი კარგი დაკვირვება მაგალითად ეხლა ზოგადად ჩვენ ვიღებთ პროგრამაზე სკოლა დამთავრებულებს, რომლებიც არიან 17-18 წლის ხო დაახლოებით კონტინგენტია და მაგრამ არც თუ იშვიათად გამოირებიან ხოლმე სტუდენტები 25-26 წლის, რომლებიც ან რაღაც პაუზა აიღეს სკოლის დამთავრების შემდეგ იმუშავეს, ან შეიძლება სხვა დარგი სწავლა დაიწყეს და შემდეგ მოუბრუნდნენ მედიცინას, ხო? ძალიან განსხვავებულები არიან ესეთი სტუდენტები, ჩემი დაკვირვებით. არა, აქ არ არის აუცილებელი რომ ისინი სხვაზე კარგად სწავლობდნენ, ანუ უკეთ უმკლავდებიან უბრალოდ, ძალიან კარგად გადიან, არიან ასე ვთქვათ, უფრო მომწიფებულები, ეს დისციპლინა, სწავლის დისციპლინა გამომუშავებული აქვთ და გაცნობიერებული აქვთ, რას აკეთებენ, ანუ ზუსტად იციან, რისთვის სწავლობენ, რა სწავლობენ და რა არის მათი მიზნი. აი ძალიან კარგი აქცენტები დასვით ეხლა, რომ გათვითცნობიერებული არის, რა სწავლობს, რატომ სწავლობს და როგორ სწავლობს. როცა ვიხსენებ ჩემს პირველ სემესტრს, ანუ ხშირად ალბათ მიშელ შენც ქონია ეგეთი მომენტები, ფოტოები გადაღებული, სადაც წიგნებთან ერთად გვძინავს. ანუ ეს წიგნებთან ძილი რაღაც ასოცირდება ძალიან ბევრ სწავლასთან, თავგადაკლუშრომასთან, ეგრე არ არის რეალურად უბრალოდ ვერ ხვდები კარგად, დროს ვერ ამენეჯირებ კარგად, არც იცი რომ სწავლობ, რა სწავლობ და რატომ სწავლობ. და აი მანდ ძალიან დიდი გეფი გვაქვს მართალია თან 18 წლის სტუდენტი, სამედიცინოზე ჩაბარებული 18 წლის აბიტურიენტი, ქართველი ძალიან განსხვავდება უცხოელისგან ზუსტად იმით, რომ ჩვენი რაც არ უნდა იყოს ზოგადი ფონი, ჩვენი სასკოლო განათლება საკმაოდ მოიკოჭლებს. ამიტომ არის პრობლემა. თან დისციპლინაც არ გვაქვს. აი მარტივად რო ვთქვა, ჩვენ არ გვაქვს ეს დისციპლინა, ერთადერთი ალბათ ზოგადად საქართველოში რაც ქართველ მოსწავლეს უწევს რთული გამოცდა არის ეროვნული გამოცდა. მე პირადად არ მომწევია ასეთი მნიშვნელოვანი გამოცდა. დისციპლინა ცოტა რთულია მოითხოვა, როდესაც ზუსტად არაა გააზრებული პირველ კურსელსა, პირველ სემესტრს რას მოითხოვენ მისგან რა. არ არის ხოლმე ძალიან ხშირად, ეხლა ყველგან ერთი და იგივე სიტუაცია არ არის, მაგრამ როგორ სადაც მინახავს რა ხშირად არის ეგეთი თემა, რომ არავინ არ ახსნის სტუდენტს, რომ აი ტექსტბუქი რა არის, რა მნიშვნელობა აქვს, აი ეს ყველაფერი თქვა დღეში რო აქვს რაღაც ერთი 20-40 გვერდი წასაკითხი, ხო? ცოტა მერე ზემოთ ეგეთი ისენიც მოდის. ხო, აი იმ 40 გვერდიდან 20 გვერდიდან რას უნდა მიეხსიოს ყურადღება და ყველაფერი უბრალოდ დასაზებირებელი არ აქვს ამ ადამიანს რა. მერე და მერე უკვე ზუსტად ეგ არის რომ ვეღარ ეწევიან, ვერ დაძლია ერთი დღე, მეორე დღე, მესამე დღე რაღაცა ნაწილი, გეფები დაუგროვ და იქ რაღაცა ვერ გაიგო, იქ რაღაცა ვერ გაიგო და საბოლოო ჯამში სემესტრის ბოლოს ისე შეიკრა სიტუაცია, რომ ანუ მერე გამოდის ზვავში ყვება უბრალოდ, ჩვეულებრივი ზვავია მასალის და ეს სადაც ვისაუბრეთ, ხო დისციპლინა, პრიორიტეტების დასახვა და ასე შემდეგ. ხო ზოგადად მე ვფიქრობ ასეთი ჩემი აზრია და თქვენი აზრი მითხარით, სამედიცინოზე სწავლა არის მარათონი და არა სპრინტი.
და მარათონში იმარჯვებს, თქვათ, არა ძლიერი და სწრაფი, არამედ უფრო გამძლე, ხო? შესაბამისად, აი ჩემი რჩევაც ეგ იქნებოდა, თქვათ, თუ მაქვს უფლება რომ მივცე, თქვათ, სტუდენტებს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს რომ თავის პროფესია დაერჩიოს მედიცინა, რომ ასე ვთქვათ, გათვლა გააკეთოს ესეთი სწორი გათვლა გააკეთოს და მიიღოს ეს გამოწვევად, სადაც საჭიროა იქ დიდი რესურსი და დიდი ინტენსივობა ჩადოს მაქსიმალურად იმ ეტაპებზე, სადაც ეს საჭიროა და ასევე აღდგენაზე გააკეთოს აქცენტი. იქნება ეს უბრალოდ ერთკვირიანი საშობაო არდადეგებით უბრალოდ შაბათ-კვირა, სადაც აქტიურად ან პასიურად უბრალოდ აქტიური მნიშვნელოვანია ეს ძალიან, რომ აღდგენაც გააკეთოს და შესაბამისად ეს ამით გაუმკლავდება იგივე სტრესს და წარმატებული იქნება ამ გამოწვევის დაძლევაში. რადგან ახსენეთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ გადაწვის ფენომენი. აი გადაწვის მომენტი ძალიან ხშირად დგება სამედიცინო უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით კარგ სტუდენტებთან. ხო, აი, ვინც ყველაზე მეც მუშაობს, ყველაზე მეტად შრომობს, ადამიანებს აქვთ განცდა, რომ რაც შეიძლება დიდხანს, ბევრი უნდა იმეცადინოს, რომ კარგი შედეგი დადოს და რეალურად საბოლოო ჯამში აი ესეთი ტანჯვით მიღებული შედეგიანობა არ აქვს. აი, მაგალითად, ხშირად გვსმენია სტუდენტებისგან ჩვენც, რომ 7-8 საათი ვიმეცადინე და აი დღეს რაღაც მჭირს. რა თქმა უნდა, 10 საათი მეცადინეობა არ არის შედეგიანი მეცადინეობა, თუ არ არის სტრუქტურირებული გაყოფა, ანუ ბევრი ნიუანსია მან, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც აღნიშნეთ, თუ არ მოახერხა სტუდენტმა რომ გაყო თავისი დრო, გამოიყენა ის არდადეგები, გამოიყენა შაბათი, გამოიყენა კვირადღე, აი ეს გადაბმით თავის ტანჯვით იძულებითაც ის შედეგი ვერ დადგება, რაც ყველას გვინდა რეალურად. ეს არის მაქსიმალურად ცოტა დროში, მაქსიმალურად კარგი შედეგის მიღება. დიდი რაოდენობის მასალის დაფარვა, კი ბატონო, ოღონდ ხარისხიანად დაფარვა. კი ბატონო, გეთანხმებით სრულიად, სტუდენტის პერსპექტივიდან ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია, ამ შემთხვევაში ინსტიტუციის როგორც სამედიცინო სკოლის მხრიდანაც ეს როგორ შეიძლება ხელი შეუწყოს მაგაზე ანუ ამაზე მე ვფიქრობთ, ანუ დარწმუნებული ვარ ყველა პროგრამის ხელმძღვანელი, თავარი ალბათ რაც არის თავარი გამოწვევა ჩვენთვის, რომ ისედაც რთული კურიკულუმი, რომელიც ახლავს მედიცინას ხელოვნურად კიდევ არ გავართულოთ, ხო? ანუ სტუდენტს თქვათ სამეცადინო მასალა რაციონალურად და თანაბრად გადანაწილებული, კონდეს თქვათ რაღაც პერიოდები იქ, მათ შორის არ ვიცი, უნდა შესთავაზოს სტუდენტს ექსტრაკურიკულური აქტივობები და ასე შემდეგ. ანუ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა მედიცინის სკოლის. თან ყურადღება რომ გადაიტანოს ამდენი წიგნისგან, ამდენი საბაზისო ინფორმაციისგან, ცოტა უფრო რაღაც მხიარული ინფორმაციას და ექსტრაკურიკულური. კი ბატონო, მე მგონი ილიონი კი ვთავაზობთ ეგეთ რაღაც პატარა და ძალიან უყვარს სტუდენტებს ზოგადად ეს სახალისო სხდის, რა თქმა უნდა, სწავლას და ამ სტრესისგან მნიშვნელოვნად ათავისუფლებს სტუდენტებს. ეს ხათაშორის ლექტორის განმოსახედიდანაც შეიძლება ითქვას, აი ესეთი ფესტივალების, სპექტრის გართობის შემდგომ გაცილებით უფრო ხარისხიანი არის ჩვენი სტუდენტების შედეგები, გაცილებით უკეთესად არიან მობილიზებული და შედეგიც უკეთესია. ფსიქოლოგიური მომენტი ეს არის, როდესაც რაღაცა უკვე დასვენებული ხარ, რაღაცა გაგეხარ და მე უფრო სხვა ფერებში ხედავ სამყაროს, მაგრამ პრობლემა მაინც არის ხოლმე, რომ ნებისმიერ სემესტრში ხო არის რაღაც მომენტი, ნებისმიერ ჯგუფში, სადაც აი სტუდენტებს ვამჩნევ ხოლმე, აი გადაიწვნე. კი. აი მაგაზე ცოტას მიუშვებ ხოლმე, მაგ მომენტში ვცდილობ რომ რაღაცა ცოტა გაულაითო და მე თავიდან ავაკრებინო, თქვათ. თუ ვეღარ მუშაობს ეს რთული არის ხოლმე ეგრე და აი ეგ არის უბრალოდ რაღაც გარკვეულ მომენტებში ხო არის ისეთი ის რომ აი სწორად დაგეგმვა სჭირდება მართლა რომ აი დასვენების დრო კონდეთ ამ სტუდენტებს პროპორციულად რა. ორივე მხრიდანაა გასათვალისწინებელი, ერთი რომ მედიცინის სკოლამ უნდა დაგეგმოს სწორად სილაბუსი, სწავლის გეგმა, გრაფიკი, ყველაფერი, მაგრამ სტუდენტმაც უნდა დაგეგმოს ინდივიდუალურად. აი თქვენ როგორც ახსენეთ, დამოუკიდებელი სწავლის გამოცდილება ქართულ სტუდენტებს ცოტა ნაკლებად გვაქვს, ან სკოლაში არ გვაქვს ეგ გამოცდილება უმეტესად. ჩვენ ვართ ეგეთი სოციუმიდან, მივდივართ სკოლაში, ვუსმენთ მასწავლებელს. საკმარისია ხოლმე როგორც წესი, სახლში რაღაც შეიძლება ცოტა წავიკითხოთ, შეიძლება არც წავიკითხოთ და მაინც გავალთ ფონს. როცა ანუ უნივერსიტეტში ხო წარმოუდგენელია, რაც არ უნდა კარგი სტუდენტი იყოს, რაც არ უნდა ნიჭიერი ადამიანი იყოს, ეს ნიჭიც რა თქმა უნდა ფარდობითია, რაც არ უნდა კარგი ლექტორი იყო, ერთი ლექციით, ერთი სემინარით, ერთი მიმოხილვით იმ საკითხს სტუდენტი ვერ დაფარავს. ხო წარმოუდგენელი ამბავია. ყოველთვის მიდის დიდი დატვირთვა ინდივიდუალურ შრომაზე.
და ეს ინდივიდუალური შრომა არ შეიძლება არ აღინიშნოს კარგი ლიტერატურის გარეშე. და ჩემი გულისკევილი მინდა გამოვხატო ერთ ძალიან დიდ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც ალბათ მიშელ შენ არ ქონდა, ეს არის ქართული ლიტერატურა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენს სივრცეში არის ინგლისურენოვანი კარგი ლიტერატურა და საპირწონედ ქართულენოვანი ძველი ლიტერატურა. ძველი ძალიან ძველი შეიძლება ითქვას და თან თუნდაც ნათარგმნი ლიტერატურა, რომელიც ახლა გვაქვს, არც ისე კარგი ხარისხის. თუნდაც რო შეადარო იგივე პათოლოგიის წიგნები ხო, რობინსი რო აიღო 2012 წლის და 2016 არის შემდეგი და ეს უკვე 2020-ის გამოშვებებში იმდენად დიდი განსხვავება არის უკვე, რომ მე რო უძებ ქართულ წიგნს რო ხედავ, რომელიც არის გამოსული რაღაც 90-იანებში, თუ სწორად მახსოვს, მე რო უკვე ხვდები, რამდენად ცუდ სამსახურს უწევს ეს ლიტერატურა თვითონ სტუდენტს რა. უბრალოდ გასაგები ერთადერთი ის თემა, რომ ვერ გადმოთარგმნი ამდენ ლიტერატურას, ამის რესურსი არ არსებობს. იმიტომ რომ ბაზარი არ არის მაგხელა უბრალოდ და ერთადერთი პრობლემა მე რასაც უყურებ ხოლმე, რომ არის, აი, უნდა იცოდენ ინგლისური კარგად სტუდენტებმა, რომ მაინც მოუწევთ ინგლისურ ენოვან წიგნებზე მუშაობა თუ ხარისხი გჭირდება რა. კი ბატონო, ხო ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა ჩვენს რეალობაში ქართულენოვანი ლიტერატურის სახელმძღვანელოების ხარისხი და ნუ რასაც აქვს როგორც თქვით ობიექტური მიზეზები, ერთი ის რომ ძალიან აჩქარდა ასე ვთქვათ მედიცინის მიმართულების განვითარება, სფეროს განვითარება ძალიან დაჩქარებული ტემპით ხდება და შესაბამისად ლიტერატურა ძალიან სწრაფად იცვლება ბოლო წლებში განსაკუთრებით და შესაბამისად ანუ ჩვენი ყველაზე კარგი გამოსავალია რომ თარგმნოთ ის თქვათ ძირითადი და აღიარებული ლიტერატურა, რაცაც მსოფლიო იყენებს, ხო? ანუ და ამას სჭირდება რესურსი, რა თქმა უნდა და ფიზიკურად შეუძლებელი ხა ყოველ წელს თარგმნო თქვათ ახალი ლიტერატურა, ძალიან პატარა პოპულაცია ვართ. ამ შემთხვევაში თქვათ რაც აღნიშნე რომ ნამდვილად უნდა ალბათ გამოყენებაში სავალდებულო გახდეს ინგლისურენოვანი ლიტერატურა, თუმცა მანდა ის ოქროს შუალედია გასავლები, რომ არ უნდა დაიკარგოს ქართული სამედიცინო სამეცნიერო ენა და შესაბამისად რაღაც რესურსები, თუნდაც სწავლების ენა, იგივე მონოგრაფიები შეიძლება ქართულ ენაზე იბეჭდებოდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს თქვა წამყვანი სახელმძღვანელოები სამედიცინო პროგრამაში ალბათ უნდა უფრო აქტიურად ვიყენებდეთ ინგლისურ ლიტერატურას და უნდა ვთხოვდეთ, რომ მედიცინის სტუდენტები ფლობდნენ ინგლისურ ენას. არ გვაქვს უბრალოდ არ გვაქვს პატარა ერებს მე ასე ვფიქრობ. თუმცა ხელოვნური ინტელექტი ისეთ ინტენსივობით მოიცავს ჩვენსკენ, რომ შეიძლება ეს თარგმანები ძალიან ადვილი გახდეს, მაგრამ ნუ აქამდე ჯერჯერობით. მე თვითონ მახსოვს მქონდა პროტესტი, აი რატომ უნდა ვიცოდე ინგლისური ენა, ქართველი ვარ საქართველოში, ხო შეიძლება ქართულ ენაზე ვისწავლო. მქონდა პროტესტი, როცა ვიყავი პირველ-მეორე კურსზე, მაგრამ მე როდესაც გადავხედე ლიტერატურის აი სხვა მასალა, ლიტერატურის სიღრმე, ლიტერატურის სივრცე არის უდიდესი, აი რობინსი ახსენე, ჩვენი დიდი რობინსი არის დაახლოებით 2000 გვერდი, ხო? აი ჰარისონი არის 5000 გვერდი თუ 4000. ფიზიკურად წარმოუდგენელია ამ წიგნების თარგმნა ყველა 2 წელიწადში ან თუნდაც 4 წელიწადში, თუნდაც 10 წელიწადში ერთხელ. ანუ კატასტროფულად დიდი მასალაა და ფიზიკურად რთულია დაეწიო ამ ყველაფერს, როცა ტემპები მედიცინის ამითარდება სასწაულიდან. მედიცინის სტუდენტის არ ყავს რომ ეს გაიყიდოს ეს წიგნები და იმან თარგმნა რაღაცა ნორმალური ჰონორარი აიღოს და არ უღირთ რა, როცა არ უღირთ არაკეთებ. კომერციულად ეს თუმცა მე მესმის პროტესტის ხშირად გამიგონია ქართველი სტუდენტებისგანაც, აი რატომ უნდა ვიცოდე ინგლისური, მესმის როგორ არა ძალიან ბუნებრივია საკულუპულო პროტესტი, უბრალოდ ერთი არა გვინდა და მეორე ის საშუალება არსებობს, აი გავჯიუტდეთ რომ აი არა ქართულად მინდა ლიტერატურა, არ არის ეგ საშუალება. ინგლისური უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ყველა პირველ წყარო, რომელიც შემდგომ აისახება ან კვლევა, ხო? ან პირველ წყაროები, კვლევის შედეგები, რომლებიც რაღაც მომენტში მერე გადაითარგმნება სასწავლო ლიტერატურაში, სახელმძღვანელოებში. ეს იბეჭდება ინგლისურ ენაზე და ამასთან წვდომა თუ გვინდა რომ კონდეს და თუ გვინდა რომ ექიმი იყოს up to date, ასე ვთქვათ, ანუ იმ დროში იყოს, ასე ვთქვათ, პროფესიონალი შესაბამისი, ხო, უნდა მე ვფიქრობ, რომ უნდა იცოდეს ინგლისური. ეს რეალობა დგას ახლა. 10-15 ან 20 წლით რო არ ვიყოთ ჩამორჩენილი მედიცინა. სტუდენტობა მარტო არ არის იმ დროს სწავლა საერთოდ სამედიცინო
სფეროში მუდმივად გრძელდება, მუდმივად განახლებებია და თუ მაგას ვერ ეწევი, ვერანაირად ვერ იქნები იმ საფეხურზე, რაც საჭირო არის სამედიცინო სფეროსთვის და გარკვეული პრობლემები ზუსტად მანდედანაც არის ქართულ რეალობაში და ქართულ მედიცინაში. მე ყოველ შემთხვევაში ეგრე მგონია და რა, მე მგონი თქვენს დამეთანხმებით რა. კი, ეს არა მარტო სტუდენტებს ეხება, რადგან მედიცინა ახსენე, რა თქმა უნდა, უკვე აქტიური ექიმსაც ზუსტად ისევე სჭირდება ინგლისური ენის საკმაოდ საფუძვლიანი ცოდნა, როგორც სტუდენტს. სტუდენტი თავის ფუნდამენტალურ ცოდნას აშენებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ექიმი ანახლებს თავის ფუნდამენტალურ ცოდნას. ეხა ძალიან მარტივი შედარება 30 წლის წინ ვინც დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი, თვითონ საგან იმუნოლოგიას არ სწავლობდა. საგან გენეტიკას არ სწავლობდა, ხო, ეხა ეგრე თუ ექიმი არ ახდენს და აპდეიტებას თავისი ცოდნის განახლებას, რა თქმა უნდა, ანუ უწყვეტი პროფესიული განათლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი სამედიცინო სფეროში და ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში ინგლისური ენა ძალიან უწყობს ხელს. თარგმანზე რაც მაგალითად კარგი იქნებოდა თუ ნორმალური ბიოლოგიის წიგნის გადმოთარგმნა იქნებოდა შესაძლებელი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომ ელემენტარული ბიოლოგია კარგად ისწავლა, ორგანული ქიმიის მაგალითად, რომ აი ბიოქიმია გაიგონ მერე და ყოველ შემთხვევაში სკოლისთვის მე მგონი გადმოთარგმნაც არის საჭირო, გვაქვს იმის რესურსი, რომ ჩვენ თვითონვე შევქმნათ სახელმძღვანელოები, ამ შემთხვევაში რაღაცები ალბათ შეგვიძლია ჩვენი შევქმნათ, რაღაცები უნდა გადმოითარგმნოს და თუ მაგის რესურსი იქნება, კი ბატონო, მაშინ შევქმნათ რა. მის აკადემიური რესურსი არის, რა თქმა უნდა. გარდა პირველი კურსისა უკვე როდესაც სტუდენტობა გრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ხოლმე, უკვე ნელ-ნელა იწყება ფიქრი იმისკენ, რომ აი კლინიკური ნაწილი. და საერთოდ აი თანამედროვე გამოცდილება ეგეთი ის არის, რომ აი ბაზისურ პრეკლინიკურ ნაწილში აუცილებლად უნდა იყოს რაღაცა კლინიკური, იმიტომ რომ რეალურად აღმოჩნდა, რომ ეგრე უფრო ეფექტური არის რა. თუმცა მაინც აი დღევანდელ დღესაც ხშირად ხედავ ხოლმე მაგ პრობლემას, რომ აი კლინიკური ნაწილის ახსნა ბაზისურთან ერთად რაღაცა პარალელში ვერ მოდის ხოლმე რა. რა ვიცი, არის რაღაც გარკვეული ისენი არის ხოლმე რა, მარტო ინტეგრაციაზე ვსაუბრობ, იმაზე ვსაუბრობ, რომ საგანი როგორც ესეთი ხო თითოეული რაც არ უნდა იყოს, ხო არ არის რაღაც კი მედიცინის ის არის, რა ქვია, სამეცნიერო ფილდიც არის გარკვეული, მაგრამ მედიცინის სტუდენტი არ უნდა გამოვიდეს არც პათოლოგიის სტუდენტი, არც ფიზიოლოგიის და ცოტა ძალიან მიდის ხოლმე ეკითხარი ეს, ანუ ზედმეტად იდრგუნებიან ეს სტუდენტები არასაჭირო ინფორმაციით. ანუ იმაზე გათვლა ხშირად არის ხოლმე არეული, რომ აი რა ჭირდება მედიცინას. ხო, ანუ კი ბატონო, ანუ ალბათ გავმარტოთ რაზე ვსაუბრობთ, ხო, რომ კლასიკური ძველი მოდელი სამედიცინო სწავლების იყო როგორი, ხო, როგორც მე მაგალითად როგორც სწავლობდი და მithumetes ჩემი წინა თაობები პირველი ეტაპი იყო საბაზისო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლა, ორად იყო გაყოფილი, ასე ვთქვათ, პირობითად პროგრამა და ამის დასრულების შემდეგ გადადიოდი კლინიკურ საფეხურზე. და ხშირად გავიგონებდით ხოლმე ჩემი თაობის სტუდენტები ან უფროს კურსელებისგან ან მათ შორის ლექტორებისგან, რომ ეს აუცილებელი, ასე ვთქვათ, ეტაპია, უნდა მოიშოროთ, კი, მოსაწყენია და ძალიან მოსაწყენია ამის ესე მშრალად ამ თეორიული მასალის სწავლა და მე გადახვალთ კლინიკურ ეტაპებზე და გახდება სახალისო და საინტერესო. ხო, იდეაში მთავარი პრობლემა, ახლა შეიძლება კითხვა დაისვას, რომ კი ბატონო, ეს სისტემა ზრდიდა ძალიან კარგ და წარმატებულ ექიმებს. მაგრამ მთავარი პრობლემა ამის ერთ-ერთი რა იყო, რომ პირადად ჩემს გამოცდილებას ვიტყვი, როდესაც სწავლობ, ხო, ამ რაღაც თეორიულ მასალას. ხო, ან ლექტორი გეუბნება, რომ აი, გაძლევს დავალებას, უნდა წახვიდე და რაღაც არ ვიცი, 50 გვერდი ბიოქიმიური რაღაც პროცესების ისწავლო, წაიკითხო და მეორე დღეს მოხვიდე და ჩააბარო, ხო? და აბსოლუტურად არ გესმის რისთვის აკეთებ ამას. და მე მიდიხარ, რომ ოკეი, კარგი ნიშანი უნდა მივიღო და მაგიტომ აკეთებ. არ გაქვს გააზრება, იმიტომ რომ ამას ვეძახით ფრაგმენტაციას ცოდნის, ხო? იმიტომ რომ ეს სხვადასხვა დისციპლინები ცალ-ცალკე, რომელსაც სწავლობ, რეალურად ამათ კავშირს პროგრამა ვერ განახებს და შენ თავში უნდა შეძლო ამისი დაკავშირება და მე მეტნაკლები წარმატებით ამას არ მოახერხებ ან არა, ხო? ამიტომ იყო რომ ეს რაღაცნაირად ეს არის, ოკეი, უნდა გადასალახი ეტაპი და შემდეგ კლინიკაში უკვე პაციენტს ეხები და ასე შემდეგ. თანამედროვე სამედიცინო განათლება უკვე რასაც ვეძახით ინტეგრირებულ, სხვადასხვა ტიპის ინტეგრაცია შეიძლება მოხდეს, მაგრამ იდეა რა არის, რომ ყველაფერს რასაც აი ამ საბაზისო ეტაპზე სწავლობ, დაუკავშირო კლინიკას, ხო? ანუ ის რომ მე აი ამ რაღაც ბიოქიმიურ, არ ვიცი, დავალებას ვაკეთებ, უნდა
უნდა დავინახო, რომ ეს არის პირდაპირ კავშირში კონკრეტულ დაავადებასთან, მის პათოგენესთან, ან რაღაც მკურნალობასთან და ასე შემდეგ. ერთის მხრივ ეს აი ამ ინტეგრაციას, ანუ ამ დაკავშირებას, გააზრებას უწყობს ხელს, მეორეს მხრივ мотивациას, ანუ უფრო мотивირებული ხარ რა. საინტერესო არის. ხდება უფრო სახალისო. ანუ თქვენთანაც ალბათ გახსოვთ ხო, რომ რაღაც პრაქტიკული, ანუ ეს კლინიკური კომპონენტები, როდესაც გადმოწეულია უფრო ადრეულ ეტაპზე. ანუ სტუდენტი მეტად мотивირებულია, მეტად აკეთებს ამის გააზრებას, რომ აი ამას სწავლობს, იმიტომ რომ ეს სჭირდება ამისთვის. შედეგად, რა თქმა უნდა, იგივე თუნდაც აი ამ სტრესის თვალსაზრისით, იგივე რომ დაუბრუნდეთ ძველ თემას, უკეთესად ასე ვთქვათ, მართავს ამ ყველაფერს რა და შესაბამისად თანამედროვე მიდგომა არის ესეთი, რომ უნდა იყოს ადრეულ ეტაპზევე თეორიასთან ერთად კლინიკური უნარების დასწავლა, მათ შორის ვთქვათ, აი კლინიკური აზროვნების ჩამოყალიბება, ხო, ანალიზი, კლინიკურ განსჯას ვეძახით ჩვენ ამას, უნდა კონდეს საშუალება, რომ პაციენტთან კონდეს უკვე ადრეული კომუნიკაცია და ასე შემდეგ. და აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეს, ვთქვათ, თეორიული ხაზი უკვე შემოდის, დამატებითი კომპეტენციები, ან კომპეტენციებზე დაფუძნებულ მედიცინას ვეძახით, თანამედროვე სამედიცინო განათლებაში ჩვენ ამას ისეთი კომპეტენციები მნიშვნელოვანი, როგორც არის კომუნიკაციის უნარი, სამეცნიერო კვლევის უნარი, ჩატარების უნარი, პროფესიონალიზმი და ასე შემდეგ. ანუ ის უნარები, რომელიც სამედიცინო, ანუ მედიცინის დარგის ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანია თანამედროვე ექიმისთვის. აი მიშელ ძალიან სწორად ახსენე შენ ინტეგრაცია სიტყვა და პლუს ჩვენ არ ვცდილობთ რომ არ გავზარდოთ ფარმაკოლოგები, ბიოქიმიკოსები, პათოლოგები როგორ ჟღერს, პათოლოგიის მცოდნე უშუალოდ სპეციალისტები, ჩვენ ვცდილობთ გავზარდოთ ადამიანები, ვისაც ეს საგანი ესმის კარგად და საბოლოო ჯამში ხდება ექიმი, ანუ ეს საგნები ეხმარება უბრალოდ იმაში, რომ მოახდინოს ინტეგრაცია, გადაჯაჭვება ერთმანეთისთვის სხვადასხვა სპეციალობების და საბოლოო ჯამში გაუგოს პაციენტს და ხშირად ვეუბნებით ხოლმე ჩვენ სტუდენტებს, რომ ჩვენ არ ვკურნალობთ ანალიზებს, ჩვენ არ ვკურნალობთ რაღაც თეორიულ ინფორმაციას, ჩვენ ვკურნალობთ პაციენტს. და პაციენტს შეიძლება ბევრი სხვადასხვა პრობლემა ჰქონდეს, რომლის ამოსახსნელად ჩვენ ყველა ეს საგანი გვჭირდება. და აი, როცა სტუდენტი ვერ ხედავს, განსაკუთრებით დასაწყის სემესტრებში ვერ ხედავს, რატომ სწავლობს აი ამდენ მოსაბეზრებელ ციკლებს, კრებსის ციკლებს, ამ ციკლებს, იმ ციკლებს, რომელიც არ აინტერესებს, აჩვენებ, რომ აი აქ ერთი პატარა ენზიმი როცა არის დეფექტური, ერთი პატარა რაღაც გენეტიკური მუტაციის გამო ხებულობ აბსოლუტურად სხვა სურათს. შეიძლება რომ გამოიწვიოს და უკვე საინტერესოა. კი, ლექციაც საინტერესოა, სემინარიც საინტერესოა და ნუ სტუდენტიც ციგნებთან აღარ იწინებს, როგორც გვეძინა ხოლმე ადრე ანატომიის ციგნებთან. მე ხა ეგრე მეც ზუსტად ეგრე გავიარე, არაინტეგრირებულად, სისტემებიც არ იყო ჩვენს შემთხვევაში, იყო ფუნდამენტალური პირველი 3 წელი საბაზისო საგნები, შემდეგი 3 წელი კლინიკური და ძალიან მცირედი ქონდა იმ შემდეგ 3 წელში მულიაჟებისა და მანეკენების გამოყენების გამოცდილებაც. თუმცა ქონდა გარკვეული. ეხლა კიდე როგორც ვიცი, გაცილებით უფრო აქტიურად ვცდილობთ რომ დავნერგოთ მანეკენები, რაც შეიძლება მალე. აი პირველ კურსეც კი რაღაც ელემენტარული უნარები რომ გამოუმუშავდეს სტუდენტს, პაციენტთან ურთიერთობის უნარები გამოუმუშავდეს, გადასარევი არის, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მიდიხარ პაციენტთან და თუ გამოცდილება არ გაქვს თუნდაც იმიტირებულ პაციენტთან ურთიერთობის, მე პირდაპირ ცოცხალ პაციენტთან სიხარ, ციპირისპირ უყურებ და გეშინია. და ბიოქიმია არ გადგება. ხო, და გასულს რომ არ გადგება. ხო, აი პაციენტის არ უნდა გეშინოთ, ესეა ძალიან მნიშვნელოვანი. თუ გამოცდილება არ დააგროვე, თუნდაც მანეკენთან, თუნდაც იმიტირებულ პაციენტთან პირდაპირ ესე რა თქმა უნდა, ლომის ხახაში ჩაგდება, ანუ არავისთვის არ არის სასარგებლო. თანამედროვე, ასე ვთქვათ, ეპოქა, ეს ტექნოლოგიები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ან მეტი სიმულაცია შევიტანოთ სტუდენტების საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, პროცესში და რაც გარდა იმისა, რომ პრაქტიკას უწყობს ხელს და ისევ იქ მივდივართ, რომ სახალისოს ხდის, ხო, უფრო განათლებას, გარდა ამისა, ნუ აუმჯობესებს, ვთქვათ, მის უნარებს და შემდეგ ეტაპზე უკვე, როდესაც რეალურ პაციენტთან აქვს მას ურთიერთობა, ბევრად უფრო უადვილდება, რა თქმა უნდა, იქ გამოწვევასთან გამკლავად. თან თავდაჯერებასაც მატებს, აი ხშირად შემენიშნავს, ძალიან ბევრ კარგ სტუდენტს აქვს აი ესეთი შფოთვა, რომ რეალურ პაციენტთან მომიწიოს შეხება, მაგალითად დამჭირდა გულფილტვის მასაჟი.
ანუ გონება დაკარგული, თქო არ აქვს პაციენტს, გული გააჩერა, რას ვაკეთებ და ყველაზე დიდი შფოთვა აქვს ხოლმე, აი ესეთი გამყოფი ხაზია სიცოცხლე სიკვდილის, როცა გჭირდება რეანიმაციული ღონისძიება, CPR-საც ვეძახით. ძალიან დიდი შფოთვა, ჩემი პირადი შფოთვაც ეგ იყო სტუდენტობის დროს, გაცილებით უკეთესი შედეგი დგება, თავდაჯერებულობაც გემატება და რეალურ შემთხვევასაც უკვე კარგად უმკლავდებით, თუნდაც ორჯერ როცა გაქვს გაკეთებული ეს გულფილტვის მასაჟი მანეკენზე. არა თუ ორჯერ ეს საწყის ეტაპებზე სტუდენტებმა ასე ვთქვათ ახალი სტანდარტით მნიშვნელოვანია რომ აქტიურად იცოდნენ ამის გამოყენება. და ერთი ეს არის კიდე საერთოდ ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირადი გამოცდილებიდან რომ საკუთარ თავში თუ ხარ და თავდაჯერებული თუ ხარ რა რაღაცას სწავლობ, რაღაცას აკეთებ და არ იყო ხოლმე ესეთი რომ აი გამოცდა ერთი გამოცდა არის ხანდახან შეიძლება ჩააფლავო კიდევაც, არ გამოგივიდეს ესე კარგად, მაგრამ აი მე იყო ხოლმე ყოველთვის აი რა დამრჩა, რა გავაკეთე, საკუთარ თავის შეფასებას იმდენ მაშინ ვერ ვაკეთებდი ხოლმე რა და დღევანდელ დღეს უბრალოდ ეს წამოვიდა უკვე რომ აი ეს ტესტები არის ონლაინ ისინი თქვა იგივე იოლდი არის რესურსი ამბობი არის უბრალოდ იგივე უბრუნდები რა ქართულად არ არის. ხო, აი იგივე იმის რომ ჭირდება ინგლისური. ისევ ინგლისური. და თუ სტუდენტი ამას არ აკეთებს, რომ აი თანამედროვე რესურსებზე კონდეს რომ. ხო, არა, უბრალოდ შეიძლება აუხსნათ და გავაგებინოთ, კაი, მე ყოველთვის ვეუბნები, აი ეს გააკეთე რამოდენიმე 2-3 კითხავს რომ გააკეთო დღეში, ხო? უკვე რაღაცას გაძლევს რა, რომ შენივე შეცდომაზე ისავლე, უცებ რაღაცა აღმოაჩინე, რომ იცი, სწორად გააკეთე რა. მაღალი ხარისხის კითხვებს როდესაც აკეთებ და ამან უკვე მოიტანა რაღაც გარკვეული ცვლილებები ქართულ სტუდენტებში, ხერტვილიან სტუდენტებში, მაგალითად ცოტა უფრო სხვანაირად მიდის ყველაფერი, იმიტომ რომ იგივე ინგლისური პროგრამა არის, ახალი გამოცემები უბრალოდ მოდის და იგივე სიტუაცია არის რა, ანუ როგორი თემაც იყო ადრე რომ მიყვებოდნენ აი დღეს აი ვსწავლობთ ამ 20 გვერდს აქედან, მე ხვალ ვსწავლობთ იმ 20 გვერდს, იგივე თემა მიყვება, უბრალოდ გაუმჯობესდა სიტუაცია, რომ ბევრი ალტერნატივა წამოვიდა, როგორც შეიძლება რომ შენ თვითონ შენი თავი არა მარტო შეაფასო, არამედ გაზარდო შენი ცოდნა რა და კარგი არის ხოლმე ყოველთვის, როდესაც ამას მიუთითებენ უნივერსიტეტში, როდესაც ამას უხსნიან უნივერსიტეტში. აი მაგიტო მაქვს ხოლმე აი ძველი სკოლა კი ძველი სკოლის წარმომადგენელი ხარ, მაგრამ ეგეთ რაღაცები გესმის კარგად, იმიტომ რომ გამოვლილი გაშენ თავს, მაგრამ არის სიტუაციები, როცა არ ეს. და ისევე აი ამას ატენიან, რომ აი მედიცინა უნდა ისწავლოს სტუდენტმა და არაფერი მეტი სხვა. აი ეგ არის ხოლმე ძირითადი პრობლემა, მე რასაც უყურებ დღევანდელ რეალობაში რა. იმიშელ თავდაჯერება ახსენეს სიტყვა და არ შემიძლია მადაც ხაზი არ გაუსვა, საიდან მოდის ჯანსაღი თავდაჯერება, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაცა ილუზორულ თავდაჯერებაზე, რომელსაც საფუძველი არ აქვს. თავდაჯერება მარტო წაკითხული წიგნების და დაზეპირებული რაღაც მასალისგან არ მოდის, ხო? ჩვენ თვითონ რო ჩავიხედოთ ჩვენს თავში, ეს თავდაჯერება არ მოგვსვლია, მაინც ადამიანს იქედა, რომ რაღაც დავჯექით და საათობით ვისწავლეთ რაღაც. სტუდენტებს არ აქვთ ეგ თავდაჯერება, თუ არ აქვს ხარისხიანი გამოცდა და იმ ხარისხიანი გამოცდის შედეგი, აი მიღწეული რაღაც კონკრეტული ბაზთონების მიღწევის მერე მოდის ხოლმე ეგეთი თავის საკუთარი თავის შეფასების საშუალება. და აი ქართულ რეალობაში ცოტა ეგ პრობლემაც გვაქვს. ჩვენი გამოცდები ქართულ პროგრამაზე იყო საკმაოდ სპეციფიკური. აი მაგალითად სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ქონდა ეგეთი გამოცდილება, წინასწარ გვაძლევდნენ 1000-დან 1500-მდე ტესტს, რომელსაც პასუხებიც მოყვებოდა. წინასწარ ვსწავლობდით ამ ტესტებს, ვიზეპირებდით და ამ ტესტებიდან მოდიოდა დაახლოებით 100-დან 200 ტესტამდე გამოცდაზე. აი ამ გამოცდას რა თქმა უნდა ვაბარებდით, იმ 1500 ტესტის დაზეპირებით, მაგრამ საერთოდ არ მოყვებოდა ის განცდა, რომ აი რაღაცას მიაღწიე, შენ შრომა ჩადე, შედეგი დადე და შესაბამისად გააქვს იმის უნარი, რომ თქვა, ან გაქვს საშუალება თქვა, რომ მაგალითად მე ფარმაკოლოგია ვიცი. შეიძლება მართლაც იცი, მაგრამ გამოცდა არ გაძლევს ამ კმაყოფილებას. ჩვენი პრობლემა ეგ იყო. რაც სავარაუდოდ რა თქმა უნდა, ხას მეგ ორი აზრი არ არსებობს, რომ როგორც თქვა, სწავლების მეთოდოლოგია, ტექნოლოგიების შემოტანა და ასე შემდეგ ყველაფერი მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში ადეკვატური, სამართლიანი და სწორი შეფასების სისტემა ინტეგრირებული ამ სასწავლო პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადეკვატურად, სწორად მოხდეს არა მხოლოდ თქვათ თეორიული ცოდნის, არამედ იმ უნარების შეფასება, რაც კიდევ უფრო რთულია, უნარების პრაქტიკაში გამოყენების შეფასება ძალიან რთულია და ამასაც თქვათ ესეთი თანამედროვე ასე რესურსები და მეთოდები სჭირდება.
ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ხდებოდეს ძალიან სწორად. მე მგონი ჩვენ რო პრობლემებზე ვისაუბროთ, დღეს ვერ დავასრულებთ საუბარს. ამიტომ მე ერთი რაღაცა მაინც პრობლემთან ერთად მე მაინც მინდა ვთქვა, რომ კი, რა თქმა უნდა, პრობლემა სულ იქნება, იმიტომ რომ განათლება და მისი ხარისხი ეს არ არის რაღაც მიღწევადი ზღვარი, ხო? ან ყოველთვის, ხო, არასოდეს არ დამთავრდება, ყოველთვის უნდა ვისწრაფოთ განვითარებისთვის, თუმცა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოში არის, ხო, რაც რო გახდა საქართველოს ერთგვარი სამედიცინო განათლების ჰაბი ბოლო 10 წლეულებია, ამან გამოიწვია ერთგვარი ინვესტიცია, დიდი ინვესტიციები ამ მიმართულებით და მნიშვნელოვნად განვითარდა. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დიპლომამდელი სამედიცინო განათლება, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, სხვა ეტაპებზე საკმაოდ ასე ვთქვათ თანამედროვეა და რა ვიცი შეიძლება გქონდეს ამბიცია რომ უთანაბრდება რაც საშუალო აღმოსავლეთ ევროპულ დონეს. განსაკუთრებით ინგლისურენოვანი მოდი მაინც ხას გავუსვამ, რომ ქართულ განათლებას იმდენი პრობლემა აქვს, ჯერ კიდევ რთულია მისი სრულყოფა და დაახლოება ევროპულ განათლების სისტემასთან. უბრალოდ დასკვნეთი იმისთვის მაინც რას ვფიქრობ რა შეიძლება რომ კიდე სხვა დაენერგოს რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს მედიცინისა თუნდაც ქართული სექტორის ინგლისური სექტორის განვითარებას. რას გულისხმობ? შენ ჩემთვის მაგალითად ქართული სექტორისთვის მთავარი ეს არის რომ აი კოლეჯის მსგავს რო დაემატოს წინ რომ სტუდენტი უფრო მომზადებული მოვიდეს, თქვათ თუ მოხერხდება მსგავსი რაღაცის გაკეთება და თუ არის, ეგ ერთი და მეორე ლიტერატურაზე უკვე ვისაუბრეთ, აღარ განმეორდები და ხო, აი სხვა რაც რა კომპონენტებზეც ვისაუბრეთ, ერთი მომზადებული მაქსიმალურად კარგი იქნებოდა მომზადებული აბიტურიენტის მოსვლა საუნივერსიტეტო საფეხურზე, პროგრამების ასე ვთქვათ მაქსიმალურად გათანამედროვება, ბევრი პრაქტიკა და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ კლინიკური, ლაბორატორიული პრაქტიკები მნიშვნელოვანია, ლაბორატორიაში მუშაობის რესურსი, კვლევითი უნარების განვითარება და იმ ყველა იმ ასე ვთქვათ ექიმის როლების და იმ კომპეტენციების განვითარება უნდა ხდებოდეს ეტაპობრივად აი ამ კურიკულუმის მანძილზე, იმ გზაზე, რასაც ვთქვათ მედიცინის სტუდენტი გადის ჩვენ შემთხვევაში ამ 6 წლის მანძილზე. ჩემი რჩევა იქნებოდა ალბათ აბიტურიენტებისთვის, ქართველი აბიტურიენტებისთვის, კარგად ისწავლეთ ინგლისური, პირველ რიგში ძალიან კარგად ისწავლეთ ინგლისური და მერე უკვე კარგად შეაფასეთ თქვენი ნებისყოფა. აი არც სხვა უნარები, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ნებისყოფა. რამდენად შეძლებთ შრომა ჩადოთ, ისეთი ინტენსიური შრომა და ინდივიდუალური შრომა. ეგ იქნება საბოლოო ჯამში ალბათ ყოველთვის. მაგალითად, ჩემი მხრიდან კიდე ეს არის, რომ წინასწარ თუ მოხერხდება რომ შეხედო რა სწავლობენ სამომავლოდ რა ელოდება წინ თუნდაც აი რაღაც მარტივი ჰისტოლოგია, ბიოქიმია, რაღაცა გარკვეული ნაწილი რომ უბრალოდ ერთხელ მაინც პრაქტიკა კონდეს და ერთხელ მაინც ანუ სტუდენტს კონდეს. აი მაგითო უფრო მეტად იმოშვები ამ კოლეჯის იმას, რომ აი თუ ერთხელ ნახა, ხო, ხშირად გქონია ეგეთი შემთხვევა, რომ აი სტუდენტს უჭირს მაგრად სწავლა რა. მაგრად უჭირს რაღაც გარკვეული პერიოდის მერე ცოტა მიხმარებს და რაღაცის მერე რომ აიღებენ რაღაცა ინერციით, მერე მიდიან ძალიან თავისუფლად, ანუ საერთოდ თითქოს არანაირი პრობლემა არ გქონდათ. უბრალოდ ინდივიდუალურია ხოლმე, ხანდახან ჭირდება რამოდენიმე თვე, ხანდახან 1 წელი, ხანდახან 2 წელი და წვალობენ მერე ამ 2 წლის განმავლობაში უაზროდ და აი თავიდანვე რო გქონდეთ აი რაღაც გარკვეული ბექგრაუნდი, ვითაც დაიწყებენ, მე მგონი სტრესის ნაკლები ექნებათ ხოლმე რა. ეგრე მგონია. ეგა. მადლობა. მადლობა. პირიქით მადლობა. საინტერესო საუბრისთვის.